ამით მეგობრებო, თქვენ დამარცხება და არხი გავაძიშროსონ სამი და დღეს მეგობრებო, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ჩვენი ფერმერობის საქმიანობის გაკეთებას. დღეს როგორც გუშინ ჩვენ ისევ გვაქვს გასაკეთებელი მთლიანი ფერმა, რაც კი გვაქვს არის ჩვენს სოფელში. გარდა იმ დიდი ფერმის მეორე ნაწილისა, მაგიტომ მოითახლა ავიღოთ თოხი, ავიღოთ სტაფილო, ავიღოთ კარტოფილი და სხვა რაღაცები იქნება, მაგიტომ არაფერი აღარ ავიღოთ. წავიდეთ მეგობრებო და დავიწყოთ ჩვენი აქვე რო არის ჩემი ფერმა. მეგობრებო, თქვენ მეგონი შემეკითხებით ეს რა განადგურებული სასახლეა. მოით მეგობრებო, პარალელურად გავაკეთებ სამუშაოს და პარალელურად გიპასუხებთ ამ კითხვაზე პასუხს. მოგეთ პასუხი არის ის, რომ აქ კიდე გუშინ წინ, მგონი გუშინ წინ ჟიტენიკებს, სადღაც 3 თუ 4 ჟიტენიკი სამი თუ 4 ჟიტენიკი აშენებდა ახალ სახლს ჩვენ სოფელში. ვინაიდან მეგობრებო, აქ იყო ძალიან განიერი და კარგი, ასე ვთქვათ, პერიმეტრი, ტერიტორია, მაგრამ რაღაცა არ გამოუვიდათ. რაღაცის გამო იქ რაღაც მოჩვენებები თუ რაღაც სულებისა სარდაფი ვნახეს, სადაც იყო რაღაც საფლავები, სადაც იყო რაღაც წიგნები, სადაც ეწერა საშინელი რაღაცეები. რა გასაგრელია მეგობრებო, მე არ დავიჯერე. შესაძლებელია ეს ვიღაც ხომარა ჟიტენიკები იყვნენ, მაგრამ მაინც ხელისუფლებამ დაუჯერა ამ ჟიტენიკებს და შეხედეთ. ზუსტად ხელისუფლებამ გადაკეტა მთლიანად ეს სახლი და აუკრძალა აბსოლუტურად ყველას, მან შესვლა. ხო, ჩვენი სოფლის ხელისუფლებამ მერთან ერთად გადაკეტეს ეს სასახლე და მალე უკვე მთლიანად გაანადგურებენ. იმ სარდაფთან ერთად სადაც იყო რაღაც მოჩვენებები და სულის სარდაფი. ასე მეგობრებო, მე არ დავიჯერე და არასოდეს არ დავიჯერებ, მაგრამ მეგობრებო, ჯანდაბა, მაინც მაინტერესებს რა არის მან სინამდვილეში განლაგებული. ვინაიდან თქვენს მგონი მეგობრებო, თქვენც არ უნდა გჯეროდეთ ასეთი რაღაც სისულელებისა, რომ რაღაც მოჩვენებები და სულები, საერთოდ ამჯერა მეების, მაგიტომ უბრალოდ რა ვთქვა ამ ჟიტენიკის შესახებ, უბრალოდ ხუმარები ან რაღაც ჟიტენიკები, რომლებთაც მართლა ჯერათ ამ რაღაც სულებისა და მოჩვენებების, უბრალოდ ნახეს იქ რაღაც სარდაფი და მოიგონეს თავისი ტვინისათვის რაღაც თითქოს იქ მოჩვენებების სარდაფია და ასეთი რაღაცები. კაი, მოგეთ მეგობრებო, მოეთ ახლა იმ ფერმას მე სწრაფად გავაკეთებ და დაგიბრუნდებით, როდესაც ჩემს სამუშაოს მოვრჩები. მეგობრებო, მოგეთ მე დავამთავრე ჩემი სამუშაო და სანამ მე ვაკეთებდი ჩემს სამუშაოს, ჩემს თავში მოვიდა ერთი ძალიან ძნელი და რისკიანი იდეა, ფიქრი. და მე მომივიდა ერთი იდეა იმის შესახებ, რომ და ხომ არ შევიდე მაგ სახლში და ხომ არ გავიგო ნამდვილი სიმართლე, ანუ რის გამო, ასე ვთქვათ, დაანებეს ამ მშენებლებმა ამ სახლის აშენება და ვნახო ეს სარდაფი, სადაც არის რაღაც მოჩვენებები. მეგობრებო, ჩემი ეს ძალიან რისკიანი და ძნელი იდეაა, მაგრამ პარალელურად ამასთან ასევე ძალიან მომგები იდეა, ვინაიდან მაინც მე გავიგებ საიდუმლოს. შესაძლებელია მართლა რაღაც მოჩვენებების იყოს, კაი მეგობრებო, მოდით აღარ ვიხმაროთ ამის შესახებ და მართლა ახლა მეგობრებო, პრინციპში მინდა გავიდე მაგ სახლში და ვნახო რა რაღაცეები ხდება, რაღაც ანომალია და ასეთი რაღაცეები. მეგობრებო, ჩემი ცუდი იდეა არ არის, მაგიტომ მოეთ ახლა მე დროზე ასე შევაწყობ ყველაფერს. თავარია მეგობრებო, რომ მერმა არ დაინახოს და ჟიტენიკებმაც ასევე, ჟიტენიკები ახლა შეხედეთ, ყველა სახლებში არის და ზოგიერთი მეზობელ სოფელში არიან წასულები, მაგრამ და მე კიდე იქ სადღაც თავის სახლში საბუთებს ამოწმებს, მაგიტომ ჩემამდე არავის არ აქვს თავი ფიქრი და მაგიტომ მოდით მეგობრებო, ერთი იდეა მაქვს, მოდით ავიღოთ ხმალი, ასევე ავიღოთ მოით კირა და კიდე რა და მოით აბა მე საჭმელი ვნახოთ, მოით ერთი ცალი პური და 2 ცალი სტეიკი მე მგონი. ან და მოით მეგობრებო, პური არ მინდა და 1 სტეიკს ავიღებ, მე იქ მეტი არც კი არაფერი არ მჭირდება. კაი მეგობრებო, და აქ და ტელეფონი ინვენტარში მაქვს.
მეგობრებო, მოითაბა წავიდეთ და ვნახოთ რა არის ესეთი ანომალიური. ხსნა მეგობრებო, მე მაინც მინდა შესაძლებელია გამომადგეს ნაჯახი. მაგიტომ მაინც ავიღოთ ნაჯახი. ნაჯახი, так, ფრთხილად, так, მერისა და так და ძალიან კაია, მერი თავის სახშია და გამარჯვებაში წინიგო შენ აფერი არ დაინახე. так და ჩემი მეზობეის პახუდუ ხომ სახში იქნება. так, კაი მეგობრებო, როგორ გავიპარეთ ახლა ამ სახში, როდესაც ყველაფერი გადაკეტილია. შეხედეთ, აქ არის კარი. მოით მეგობრებო, ახლა და 1 2 3 მიდი. რა ძნელია. მიდი ხელისუფლებამ ძალიან კაი ღობე დადო, მაგრამ მაინც მოვარია, მოით ეს ღობე აი ასე დავდოთ. რკინის კარი. ოკეი, მოითაბა, მიდი, ეს უფრო ადვილია. так, მოით მეგობრებო, რკინის კარი სადღაც ასე დავაყენოთ, აი ასე გაია. так, და ღმერთო ჩემო მეგობრებო, რა ხდება აქ? ღმერთო ჩემო, შეხედეთ, ყველაფერი დამსხვრეულია. ფანჯარა შეხედეთ, აი ფანჯარა კი არა რა არის აქ? პირდაპირ გასასვლელი. აქედან შემეძლო ისე შემოსვა, არა უშავს. შეხედეთ, იატაკი ნახევრად არ არის. თქვათ უნდა ვიყო აქ შუშა არის გატეხილი, დამსხვრეული შესაძლებელია გავიჭრა რაღაცა. შეხედეთ, აქ ჭერიც კი არ არის, მეგობრებო, წარმოიდგინეთ, არაფერი არ არის. და ისე მეგობრებო, ჩემი ძალიან კარგი იდეა იყო აქ სახლის აშენება, მაგრამ ვიღაც მოჩვენებების გამო არ ააშენეს ეს სახლი. ღმერთო ჩემო. აქ მეგონი არავინ არ იცხოვრებდა. ნუ კაი, რას ხედავ აქ იატაკი დამტვრეული. მაგრამ რკინის კარი აი მაოცებს ასეთ დამსხვრეულ და ასეთ ცუდ სახლში ასეთი მაგარი რკინის კარი. აი როგორც ჩემს სახლში რო არის. და კაი და სად არის ნეტავი ეს სარდაფი აქ და ოპა! так, მეგობრებო, აი მგონი ეს სარდაფი ვნახე. ნუ რა მეგობრებო, ცოტა კი ვნერვიულობ, მე კი არ მჯეროდა, მაგრამ ეხლა რაღაც ცოტა დავიჯერე, აი ცოტა 3%-ით, 3.5% მაინც დავიჯერე. так, კაი. ძალიან საშინელება არასაკურველია. ეხლა თან შეხედეთ, ახლა მალე ღამდება. ნუ პრინციპში ხო მალე უკვე საღამოა და აი საღამოს ასეთ საშინელ და ცუდ სარდაფში წასვლა ჩემი აი ძალიან რისკიანია, მაგრამ კაი. მიდი. ცოტა ეს ძალიან ძნელია. თითქოს აი მეგობრებო, რაღაც გამოდის. მიდი. ოპა! დავამსხვრიე. так, სად დავდოთ? მოით აი აქ ეს ჩამოვკიდოთ. ძალიან მაგარია. так, და ესეც დავამსხვრე და კარგია. ნუ პრინციპში ეს უკვე აღარ მჭირდება, მაგიტომ და ესეც სადმე აი ასევე დავდოთ აი აქ. ნუ აი აქ მაგალითად. так, ხმალი, ეგრევე ხმალი. так, შეხედეთ მეგობრებო, რას ხედავ? ნათურებს ხედავ, რომლებიცთან შეხედეთ, ახალი ახლად ანთობილი სანთლებს ხედავ. так, ფრთხილად. так, ხმალი. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? მოიცეთ ეს მართლა ის შეწელნიკები რა მართლები იყვნენ? так, მეგობრებო, რაღაც მე არ მჯეროდა და ეხლა საერთოდ მინდა წავეთრიო აქედან. ეს რა არის? так, stop. რაღაც 3 საფლავი, რომელიც ძალიან არ მომწონს. так, რა საშინელებაა მეგობრებო, აქ უბრალოდ შემიძლია ხა დავარწყიო ადვილად. так, კაი, აბუავთ მეგობრებო, უფრო კარგი ამ ადგილს და რაღაც ყუთს ხედავ. ამ ყუთში ოი, მეგობრებო, რა ხდება აქ? 1 ბლოკი ისუმრუდის და 3 უბრალო ის სტაკი ისუმრუდის და რაღაც წიგნები. так, ეს რა არის? ვერავინ ნახავს ჩემს საიდუმლოს. так, stop. რა საიდუმლო? რა? მე ვმალავდი ამ სარდაფს 100 წელი? 100 ღმერთო ჩემო, ეს რა არის? ეს так, მეგობრებო, არა. აქცეთ და კაი პრინციპში ეს უკვე ისესაც მოიცეს მეგობრებო. გავგიჟდე, ეს რა არის? ეს ნამდვილი თავებია? ღმერთო ჩემო, რა ხდება ამ სარდაფში?
იომე, რა აღმოვაჩინე მეგობრებო, ამ სარდაფში მინიკრაფში უბრალოდ ორი ვიღაცის თავი, თამგონი ნამდვილი და აი ეს ძალიან არ მომწონს. ეს ძალიან არ მომწონს. ვისი თავებია? უბრალოდ აქ პირდაპირ შუა ოთახში ასე ჩამოკიდებულია ორი ვიღაცის ნამდვილი თავი და აქ ეს ძალიან არ მომწონს. მოით ეს წიგნები აქ დავტოვოთ, ეს ისუმრუდები აქ დავტოვოთ და ეს ადგილი მაინტერესებს. ეს რა არის და აქ რა და აქ ხედავთ და აქ და აქ ბრონს ხედავ, ხმალს ხედავ და კიდე რაღაც წიგნი. წადი მარჯვენა მთის უკან. რა? მარჯვენა მთის უკან. მოიცეთ მეგობრებო, რაღაც ვერაფერი ვერ გავი. ღმერთო ჩემ, ფუ, ეს თავები ისე მაშინებენ, მოით გავიდეთ. რაღაც მეგობრებო, ვერაფერი ვერ გავიგე. ჯერ რაღაც სარდაფი აღმოვაჩინე, გამოიჩინე კი მართლები იყვნენ რომ აქ რაღაც საიდუმლო სარდაფია. შემდეგ ამ სარდაფშივე ვნახე რაღაც საიდუმლო წიგნები, სადაც იყო განლაგებული ასეთი რაღაც პოსტები. და მეგობრებო, რაღაც ის მართლა თავში არაფერი არ მაქვს, უბრალოდ ეხა 5 წუთით გავთიშე სულ კამერა, იმისათვის რომ გამეგო აქ საერთოდ რა ხდება, აქ რაღაც ხმლები, სუმრუდები, ვიღაცის თავები და ასეთი რაღაცეები, სუმრუდის ბლოკები და მოკეთ წადი მარჯვენა მთის უკან. მგონი მეგობრებო, მოკეთ იცით როგორ გავაკეთოთ? თუ ეს ვიდეო ძალიან მოგიწონებათ, მე გადავიღებ გაგრძელებას, სადაც წავალ. შემდეგ შეიძლება ის იყოს შემდეგი ვიდეოც, შეიძლება იყოს შემდეგი ვიდეო და წავალ და ნახავ რა არის განლაგებული მარჯვენა მთის უკან, როგორც არის ნაწერი ამ წერილში. მოგეთ, თუ ეს ვიდეო ძალიან მოგიწონებათ, შემდეგივე ვიდეო იქნება იმის შესახებ, რომ მე წავალ მარჯვენა მთის უკან. ახლა კი მეგობრებო, თქვენ დაგეშოვებით, მადლობა დიდი რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, ვინც თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დაალაიქეთ. მე კიდე მეგობრებო გავგიჟდი რა იყო განლაგებული ამ განადგურებულ სახლში. კაი მეგობრებო, მოკლედ ახლა დაგეშოვებით, ნახვამდის.